შენ თუ ფეხბურთელი ხარ და შენი თამაშის ხარისხის გამოუმჯობესება გინდა, ეს ვიდეო შენთვის არის. მე ჰელსინკის საფეხბურთო კლუბ ატლანტისის მთავარი მწვრთნელი ვარ და მინდა ჩემი რამოდენიმე რჩევა გაგიზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად მოწინააღმდეგის თავდასხმის, ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზებს შორის ბურთის მიღება შეძლო და ამაში რა დაგეხმარება. პირველი შენ რაც უნდა შეძლო, ეს არის ნახევარგუნდში ბურთის მიღება. მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილებში სივრცე და დრო ძალიან შეზღუდულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ნახევარგუნდში პირველი შეხება გააკეთო მოწინააღმდეგის კარის მხარეს ყოფი ფეხით, რადგან უკვე პირველი შეხების მერე შენ მზად გექნება მეორე ფეხი, გადაცემა გააკეთო და გაჭრა მოწინააღმდეგის დაცვითი ხაზები. ახლა კი მეტად თვალსაჩინოებისთვის იმ ვიდეოებს განახებთ, რომლითაც ბევრად კარგად გაიგებთ ამ ყველაფერს. ეს არის ზონები, სადაც ძალიან რთულია ბურთის მიღება. აი ამ შემთხვევაში ხედავთ, მოწინააღმდეგის მხარეს ყოფი ფეხით იღებს ბურთს და ტრიალდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან რთული ამასთანავე. აი აქაც შეხედეთ, რომელი ფეხით იღებს ბურთს, ასევე მის ტანის მოძრაობას შეხედეთ, ნახევარგუნდში იღებს ბურთს. აი აქაც მოწინააღმდეგის თავდასხმისა და ნახევარდაცვის ზონაში მიიღო იმ ფეხით, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს. აი ამ შემთხვევაშიც ხედავთ მოწინააღმდეგის დაცვის ზონებს და იმ ზონას, სადაც ბურთი უნდა მიიღო და აი აქაც მოწინააღმდეგის მხარეს ყოფი ფეხით ვიღებთ ბურთს და ეს ძალიან გიადვილებს თამაშს. იმედია ეს ვიდეო დაგეხმარათ, გამოიწერეთ ჩემი YouTube გვერდი, ეს ჩემი YouTube გვერდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.